აქ ისავი თერაპია ფანარი ჩამოყენდა და ერთ სიტყვით რამდენი ხანი არ ავიკიდე არ გადამიგია ბევრი არაფერი მაგრამ რაც არის როგორ უნდა გაჩვენოთ კვერცხი და ხარჯით რამდენი 27 ლარი 27 ლარი იმიტომ გავიმეორი რომ არაფერი ისეთი არ მიყიდია და 27 ლარიც მაინც ის არის ცოტა არ არის წვენი ხო პამინდორი ვიყიდე მომინდა და პამინდორი აი ეს მაყიდინა კიდე მათ ისე მოსწონს დღეში რამდენჯერმე შეუძლია რომ ჭამოს კარტოფილისაა ხო კარტოფილისაა და ვიყიდე ესეთი არა ჟანი და მაკარონი აი ეს არის დღეს ჩემი საყიდლების სია კარტოფილის პელმენი ღირს 6 ლარი 5 და 90 ციკოკო მაგრამ არ არის ამის 1 კილო არის არა 1 კილო არ არის მაგრამ 800 გრამია კვერცხი 4 და 20 ეს ღირს 3 და 75 აბა შეადარებთ ვინც ევროპაში ხართ ფასები როგორი აქვს ძვირი აქვს პეპსი 4 და 45 და ნაყინი რა ძვირიანი ყოფილა მათი 2 და 50-იანი ნაყინია 2 და 50 სულათი მიყიდა 80 ეწერა ხო სულათი წერა და როგორ მოგოტყურეს ჯენიო ნაყინი ჯენიო რზიანი 2 და 50 და 5 ლარი 5 ლარი პამიდორი სულ გამოვიდა 20 რამდენი გითხარით 26 ლარი და 50 თითი გამოვიდა ეგ გითხარით 27 უთხარ ხო ხო აი ესე ესეთი ფასები გვაქვს მადლობა ღმერთს რომ გვაქვს საშუალება ამისიც რომ გავიდეთ და ვიყიდოთ იმიტომ რომ ძალიან ძნელი მოსაპოვებელია საქართველოში ძალიან ძნელი მაგრამ ღმერთი ჟიურებს არ დაგტოვებს ჩემი სიხარულება ხო ეს ნამდვილად არა წავედი ახლა მე ამას სკოლიდან მოვიდა უნდა მივხედო ახლა უცბად გადავიღო მეთქი და ამას უნდა მივხედო და ეს უნდა მოვხარშო ამასთან ერთად ბაჭი ხელები დაიბანე დედი დაიბანე აი ამ ზოლს რა ვუყო გოგოებო არ ვიცი აი ამ ზოლს როგორ მიტყავს სუდათ ეს შუქი ეს არის რა ქვია მათ ეს უკვე მოვხარშე მე პელმენები ჩემ ბიჭს ნეტა იცოდი როგორ ელოდება როგორ ელოდება სიმბაძე დინამიტი აი მე დღეს რომ მივედი სკოლაში ნინო მასწავლებელი ისეთი დაღლილი სახით გამოვიდა მე მგონი რომ ამათმა რო დაისვენეს ენერგია აქვთ ახლა თამაშზე არიან გადართულები სულ მათე მაგალითად არ ვიცია მთელი ეს ერთი კვირა ვერ ამოვიყვანე სახში და ხალისით მოვიდა ძალიან გახალისებული ძალიან საყვარელია ძალიან სკოლა დადებითად მოქმედებს ბავშვებზე ნამდვილად და მასწავლებელი რა თქმა უნდა ისინი კიდე მეგობრები ხო არა ჟანი მაქვს აქ და ეს იმიტომ გამოვწიე რომ მირტყავს შუქი მაგრამ
მაინც რაღაცნაირად არ მომწონს. მეტი განათებაა საჭირო და მაგიტომ. მეტი განათება. დღეს გოგოებო, როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ? ვარჯიშზე წავედი დარბაზში, ნიკა გამომყვა, დღეს ისვენებს სალოდა და მინდოდა რომ ის აეხსნა რა. აეხსნა კარგად. კარგად თუ აეხსნა ჩემთვის და რა როგორ უნდა გავაკეთო. ძალიან კარგად იცის. ძალიან კაი ბიჭია. ყველაფერი ამიხსნა, ყველა ტრენაჟორი, დედა როგორ უნდა გააკეთო, რა უნდა გააკეთო, სწორად როგორ უნდა ჩარჯდე, როგორ უნდა ადგე, აბსოლუტურად ყველაფერი ამიხსნა და ხვალიდან შევუდგები მე სხვანაირად. ამ სხვანაირად მივუდგები რა, ამ ყველაფერს. გავამჯობესებ უფრო. ბილიკზე იარეო, ყველასთვის არის აბსოლუტურად ყველასთვის საჭირო, იმიტომ ვკითხე რომ იმდეს მომწერეთ რომ ბილიკი რა ვიცი თუ წონის დაკლება არ გინდაო ჟანო ერთი ამას გავუტანოთ და მოვალ. ხო და ანუ მე ცოტა ისეთი ვარ რა ჩემ სხეულს სხვანაირად ვუდგები, აი მეშინია ხო მე რომ რამე არ დავაშავო, რამე ცუდი არ გავუკეთო და რომ მომწერეთ რომ მაინც ჟენაო არ არისო საჭირო როგორ დავდგე არ ვიცი რა ესე დავდგე აღარ არისო რა თუ წონის დაკლება არ გინდაო არ არისო საჭირო რომ საბენ ბილიკზეო ისე იარო ანუ რა სწრაფად რომ დადიხარო რომ ვიღებ ხოლმე და არაო დედაო იარეო 20 წუთიო შეიძლება კიო კალორიებს წვავო მანდო, მაგრამ საჭმელი უნდა ჭამო, რომ არ დაიკროვო წონაშიო. ის 200 კალორიაო, რასაც იკვებო. და ამ კარდიოს რო აკეთებო, ეს გულისთვის არის გოგოებო ძალიან კარგი და საჭმეს თუ შეჭამო ეხლა და ნორმალურად თუ იკვებებიო, ეგ პრობლემა არ არის. დაკლება მე ნამდვილად აღარ მინდა. სიმართლე რო გითხრათ. ფორმების შეცვლა მინდა, გამკვირვება მინდა, გაჯანსაღება მინდა, გაჯანმრთელება მინდა, მაგრამ წონაში დაკლება უგოებო მართლა აღარ მინდა რა, იმიტომ რომ აი რა ვიცი ჩემ სიმაღლესთან შედარებით მე ვარ მეტრა 64 ხო ეგრე მეტრა 64 თუ მეტრა 65 ზუსტად აღარც მახსოვს და 60 კილო და ამაზე მეტი დაკლება აღარ მინდა. ასე რომ არ არის პრობლემა, ვარ დაიკლებ ზონაში დედას. ხო, ნიკა ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ უკვე საერთოდ რაღაცა რო იცი ადამიანმა, ხო? ის შენს გამოგდის, ისეთი კარგი ისა შედეგი თვითონ. ისეთი კარგი შედეგია და თან უკვე რამდენი წელია ხო ვარჯიშობს და შედეგიც რო აქვს, ესე იგი ბავშვმა ეს ისწავლა და იმიტომ აქვს შედეგი. თორე ეხლა შეცდომით რო ვარჯიშობდეს და ისეთ ვარჯიშებს რო აკეთებდეს, რაც უსარგებლოა, შედეგი ხო არ იქნება ნიკას, არ იქნება. და რადგან აქვს შედეგი, ესე იგი თვითონ იცის უკვე როგორ გააკეთოს და ისეთი კარგად ამიხსნა, ისე მარტივად ამიხსნა. აი ახლა მე მაგალითად ხო უკვე ვიცი რომ მივა რა უნდა გავაკეთო. ტრენერი რომც აიყვანო გოგოებო, თვითონ ის პიროვნება, მისი მიღწევები თუ არ მოგწონს, ხო? ხო არ აიყვანო. ეხლა ღიპიან ტრენერს ვინ აიყვანს? თვითონ თუ არა აქვს ეს ფორმები ისეთი, თან თუ დიდი ხანი ვარჯიშობს და ამაში თუ ფულს იღებს და თვითონ არა აქვს მიღწევა, ნამდვილად ესეთ ტრენერს ფულს არავინ არ გადაუხდის და
მონიკას ძალიან კარგი შედეგები აქვს. და მე უკვე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო, ძალიან ბევრი რჩევები მომცა, დედა არ აკეთებს სწორად, ესე იმჭდებიო, მუხლებს ძალა ადგებაო, აი ცოდნა უნდა. ნამდვილად უნდა ცოდნა ვაჟს. ნამდვილად. ერთი ამბები ეს ჩაიერა ჩემმა დღევანდელმა დღემ, გიამ გადაიღო ვიდეო, გოგოებო. ერთხელ კი ვთქვი რა ვიდეოში, მაგრამ ერთხელ არც არის საკმარისი მე მგონი, შეიძლება ბევრმა არც იცით. გამოიწერეთ გიას არხი. რომ ძალიან მალე YouTube არხი. გამოიწერეთ გიას YouTube არხი. როგორ წერია? გია გვიმრაძე. გიორგი გვიმრაძე ერთი წუთით. ესე ჩემი გიორგი გვიმრაძე. აი ესე უწერია და გამოიწერეთ რომ ავიდეთ მალე 1000 გამომწერზე, როგორ გაგვეხარდება, თქვენ ხო არ იცით. 448 გამომწერი ყავს და ძალიან კარგია ეს, სხვათა შორის ძალიან კარგია. და პირველ ვიდეოს აქვს 2500 ნახვა. ეს ძალიან კარგია. არც ისე დიდი ხნის წინ დადებულს რა 5 დღის წინ დაიდო. ხო და მე გელოდებით აგვიყვანეთ 1000 გამომწერზე და მე კიდევ უფრო YouTube-ი კიდევ უფრო მის არხს ხელმისაწვდომს გახდის, ანუ for you-ზე გავარდება უფრო და ძალიან გვინდა ეს, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანმა გაიგოს, ბევრ ადამიანს დაეხმაროს და უკვე ეხმარება. ძალიან გვიხარია, ძალიან დიდი დაინტერესება, ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. უღრმესი მადლობა თქვენ ამისთვის. ჩემო სიხარულებო. თქვენი თვართ ჩვენ ძლიერები და ჩვენ კი არა, ჩვენ ყველანი ერთმანეთით ვართ ძლიერები. უღრმესი მადლობა ყველაფრის Instagram-ით რომ გამოიწერეთ. ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, წავედი მაღლა მეც არ ვიცი, მაგ თემაზე ცოტა უნდა ვიფიქრო. Instagram-ზე როგორი კუთხით წავიყვანო რა? რა თქმა უნდა, ჩემი კუთხით უნდა წავიდე ყველანაირ ვარიანტში. მე იმიტომ დავიწყე ახლა ეს კედლებში და Instagram-ული ცხოვრება ჯერ არ მაქვს აქ მოწყობილი, მაგრამ მაინც დავიწყე. მე სხვებისთვისაც რო გახდე мотиваცია, რომ მათაც შეუძლიათ, სადაც არიან იქიდან დაიწყონ და რაღაცეებს არ ველოდოთ. ყველა შეგვიძლია. რომ რაც გვინდა, ის დავიწყოთ დღეს. და არა 10 წლის მერე. არც ხვალ გოგოებო. იმდენ რაღაცას სწავლობ, იმდენი რაღაცა მოდის, იმდენი სიახლე მოდის, იმდენი სიკეთე მოდის და ეს ბლოკები თავისით ისე იხსნება. მე არ ვიცი. 2025 წელი ჩემთვის არ ვიცი, ჩემი ოჯახისთვის არის რაღაცა ძალიან ბევრი სიახლის წელი. ძალიან ბევრი და 2024-მა მადლობა 2024-ს, იმიტომ რომ 2024 წელი ვარ ყოფილიყო, აი ეს 2025 წელი ესეთი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ 2024 წელმა მე ჩამახედა ჩემ თავში, შიგნით ცოტა ღრმად ჩამახედა, ცოტა გული მეტკინა რაღაცეებზე და ჩავიხედე ძალიან ღრმად და მადლობა ამისთვის. მადლობა ვუთხრათ ჩვენ მასწავლებლებს, მადლობა ვუთხრათ ცხოვრებას, რო გვასწავლის. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის ღმერთს. და შენ თუ ივლიწი და აუცილებლად უნდა ვიაროთ წინ. არ დაგავიწყდეს საიდან მოდიხარ. ეს არ დაგავიწყდეს არასოდეს.
და არ დაგავიწყდეს ის ადამიანები, ვინც შენ ცხოვრებაში არიან, ვინც გასწავლიან. და წვერვალზეც რომ მოექცე არ დაკარგო ადამიანობა. ადამიანობა ეს არის თავარი. იყო ადამიანი და დარჩე ადამიანად. ნებისმიერ სიტუაციაში. ძალიან მიყვარხართ. კოცნით, გეფერებით, გულში მყეხართ. იმედი მაქვს, რომ რაღაცას გაცნებთ. ღირებულს. და